მოგესალმებით, ეთერშია საკრებულოს ამბები ყოველ მეორე პარასკევს, როგორც იცით, წელს ამ წლის ბოლო გადაცემა იქნება, ასე ვთქვათ, წელსაც შევაჯამებთ და გეტყვით თუ რა მოხდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თბილისში და არა მარტო თბილისში, საკრებულოებში და მოდი დავიწყოთ. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება გიორგი გვენეტაძე, საკრებულოს წევრი გირჩიდან. და ასე ვთქვათ, დღევანდელი დღე ჩვენთვის დაიწყო კომისიების ხდომით, ესეთი კაი დილა ქონდა. და მოდი ეტაპობრივად განვიხილოთ რა ხდებოდა საკრებულოში და ჩვენი ძვირფასი კოლეგები რაზე მსჯელობდნენ. იურიდიული საკითხების კომისია იყო, ყველა ასე ვთქვათ დადგენილებები პირველ რიგში მან ჩემოდის და რაღაც იყო საინტერესო რაღაცები, რაზეც ახლა მე და ბატონი გიორგი ვიმსჯელებთ. ხო, პირველ რიგში ეს ჩანაცვლების ასე ვთქვათ ავარიული კორპუსების და ძველ თბილისში ავარიული შენობების ჩანაცვლებაზე მინდა გითხოთ. აი რა შემოთავაზება აქვს ქართულ ოცნებას და რას ვერ იგებდნენ და რისი გაგება არ უნდათ საკრებულოს კომისიის ხდომაზე. გამარჯობა. მოგესალმებით მაყურებელს. ეს ალბათ ბოლო გადაცემაა წელს. ხო და ყველა ჩვენიანს ვიულოცავთ ამდენ შობა ახალ წელს. ბედნიერებას უსურვებ და წარმატებას. ხო, საკრებულოს კომისია ეს ხდომა როგორც ყოველთვის ჩვეულებრივი რაღაც პარტიული ხდომა იყო. საკამათოდ კი არა, მგონი მოსასმენდაც არ იყვნენ შეკრებილი ადამიანები, სოციალურ შემთხვევაში არც უსმენდნენ მომხსენებლებს. ხო, ერთ-ერთი ხურვალე ესე ვთქვათ განხილვა იყო მაგ თემის, რაღაც ჩანაცვლება, ესა, მაგრამ მთელი პრობლემა იმაშია, რომ პრინციპულად არასწორი მიდგომაა ჩემი აზრით, ხო? ხალხმა რაღაც შეაგროვეს ფული და მე დგას რაღაც მერიის კომისია თვითონ წყვეტენ რომელი სახლი და როდის უნდა გაასახლონ, თვითონ წყვეტენ როგორ უნდა შეაფასონ. თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას რომელი ფართები საცხოვრებლად ითვლება, რომელი ფართები არ ითვლება საცხოვრებლად. და შემდეგ თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას ამის გამოსყიდვაზე. ну თითქოს შემდეგ ანთავისუფლებენ ამ მიწის ნაკვეთებს, ამზადებენ რაღაცნაირად, გადასცემენ შემდეგ ბოლო აუქციონი თუ როგორღაც ბიზნესს და შემდეგ ბიზნესი აქ რაღაცა დაშენ. ხო და თავდაპირველად ჩემი შეთავაზება იყო ელემენტარული, რომ მოდი ჩავეხსნათ ბიზნესს და იმ კერძო ფლობელებს და რაღაცნაირად ადამიანები თვითონ მოგვარდებიან. თუ მაინდა-მაინც გინდა რომ პირობები შევქმნათ ამისთვის, გამონთავისოთ ეს ბიზნესი რაღაც რეგულაციებისგან. კოეფიციენტებს რომელსაც ვყიდით, რომ ბიუჯეტში მეტი ფული შევაგროვოთ. უბრალოდ ამ ხალხს ისე მივცეთ. რაღაც სხვა პირობები შეუმსუბუქოთ, რაღაცნაირად მოღვაწეობის ამ სფეროში და თვითონ ისინი შეთანხმდებიან. პასუხისმგებლობაც მათზე იქნება. თორე გამოდის ისე, რომ სულ რაღაც მთელი ეს 20 წელია თუ 40 წელია თუ რამდენიც არის პასუხისმგებლობა რაღაცნაირად თითქოს და აქვს აღებული თავრობას, აი ხალხს ეგრეთ წოდებული სრუნვის, მაგრამ ყოველწლიურად წლიდან წლამდე ხდება რაღაც უბედური შემთხვევები, სადაც რაღაც ჩამოინდრება, ვიღაცა უსალკაროდ რჩება, ვიღაცა თუ არის იღუპება და ასე შემდეგ და ბოლოს გამოდის, რომ პასუხისმგებელიც არავინ არის, ხო? აი მაგალითად სადღაც ამდენი სკვერი გაიხსნება, პარკი გაიხსნება თუ რაიმე რეკრეაციული ზონა, ქალაქის მთავრობა, ლენტი, რა კარგები ვართ. ჩვენი დამსახურება და როგორც კი რაღაც ვინმეს ან დენი დააზიანებს, ან რაღაც შენობა ჩამოინგრევა, ან რაღაც სადღაც ადამიანს კი დაღუპულა, საუბედუროდ პასუხისმგებელი გამოდის ვიღაც მუშა, ვიღაც ელექტრიკი და ასე შემდეგ. ხო და ჩემი შეთავაზება იყო ელემენტარული, რომ იქნებ იმაზე დავიწყოთ უკვე ფიქრი, რომ აი რადგანაც ერთ და იგივეს ვაკეთებთ ბევრი წელიწადია და რაღაც საგრძნობი შედეგი არ დგება. მოდი ის მაინც გავაკეთოთ, რომ ჩავეხსნათ ამ პროცესს და რაღაცნაირად ადამიანებს თვითონ მივცეთ საშუალება, რომ გადაწყვეტოს როგორ იცხოვროს. მე არ მგონია, რომ ვიღაც მერიის ჩინოვნიკს უფრო აღელვებს, როგორ პირობებში იცხოვრებს ადამიანი, თუ ვიდრე თვითონ ამ ადამიანს ეს აღელვებს. ხო და რაღაც არგუმენტები ჩემთვის გაუგებარი მოვისმინე, მოკლე შინაარსი ესეთი იყო, რომ მე ვეკითხებოდი რა ფერია თქო და ის მეუბნებოდა გრძელიაო. და
მაინცო ბოლოსო ეს მიწის ნაკვეთი იქნება თუ პროექტიო, მიდისო ბიზნესამდეო და კითხვა არის ელემენტარული რა შუაშია, თავრობის შუამავლობა, ვიღაც ჩინოვნიკების შუამავლობა, თან მრავალწლიანი შუამავლობა კერძო პირებს, ვისაც უნდათ რომ გაიუმჯობესონ თავის ცხოვრების პირობები და ბიზნეს შორის ვისაც უნდა რომ მოგებანახოს. ხო და ეს აცდენა გვაქვს პრინციპულ მიდგომებში, რა თქმა უნდა და მე სხვას არც ველოდი, მაგრამ მაინც ვცდილობ რომ იქნებ ვინმე დააფიქრო მაინც რამეზე რა, სწორად დასმული კითხვით, სწორად გამოხატული პოზიციით, მაგრამ ისინი აბსოლუტურად სხვანაირად იგებდნენ. მაგალითად მე რო ვეუბნებოდი ის როცა ყვება რომ ჩვენ ამას ვიზავთ, იმას ვიზავთ, აქ გავაკეთებთ, გავაუმჯობესებთ, დავაშენებთ, გავასახლებთ, კითხვა იყო ელემენტარული, მეთქი ვის ხარჯზია დღესასწაული? ფულს ვინ იხდის ამაში? მერია სადა აქვს ფული კაცო, ჩემი ფულია ეგ. არა, ჩვენ ბიუჯეტიდან ვიღებთ. და პერიქით მოგილოცავთო ერთმან მითხრა პატრიცემულმა კოლეგამ მოგილოცავთ ბატონო გიორგიო, რომ წელსო 2 მილიარდი, თითქმის 300 მილიონი ლარი და ესეც არ არისო ბოლო ციფრიო, კიდე გაგვეზრდებაო რაღაც. დაგვიმატებს ცენტრალური ხელისუფლება დაგვიმატებს, ესე იგი, რა ვიცი, ლანჩხუთიდან ამოღებულ ფულს თბილისს დაუმატებენ, რომ აქ რაღაც გაუმჯობესოთ ვიზრუნოთ ადამიანებს და სინამდვილეში გამოდის, რომ ერთი მოქალაქეები თავის ნების წინააღმდეგ ზრუნავენ მეორე მოქალაქეებზე. ეს მეორე მოქალაქეები როგორც წესი უფრო მდიდრები არიან, ვისაც ფული წაართვით. კი ბატონო. ეგეც უნდა ამონიშნოს. კი ბატონო. და თან მე ხო არ გამოურიცხავ იმას, რომ მართლა მოქალაქეები და ადამიანები ერთმანეთზე იზრუნებენ ეკონომიკური გაინტერესებით მაინც თუ ქველმოქმედებით არა და თუმცა ქველმოქმედებაც არ არის გამორიცხული მდიდარ და ნორმალურ საზოგადოებაში. მაგრამ ეს აზრის მიტანა ძალიან რთულია. ამ აზრის მიტანა ძალიან რთულია, რომ სინამდვილეში ადამიანებს თუ მივცემთ მე თავისუფლებას, თუ მივცემთ ამასთან ერთად პასუხისმგებლობას დავაკისრებთ და არ დავაიმედებთ, რომ თქვენ არაფერზე არ იზრუნოთ, ჩვენ მიგხედავთო, ადამიანები დაიწყებენ თავის თავზე ზრუნვას და მე ვფიქრობ, რომ უკეთესად გამოვუვათ ვიდრე ეს გამოძით ვიღაც ჩინოვნიკებს. კი, და აი მაყურებელს რო განუმარტოთ, როგორი ისე თქვათ გეგმა აქვს თავრობას, რომ მაგალითად თბილისში ძველ თბილისში თვითონ განსაზღვრავენ მაგალითად შენობების ავარიულობის კატეგორიას, ეს არის მე-4 და მე-5 კატეგორია, რომელიც ითვლება, რომ საცხოვრებლად საშიში არის. მთავრობა უნდა მოვიდეს, შეაფასოს ეს შენობა, თუ აღმოჩნდა, რომ იყო მე-4 კატეგორიის, მიდის ასე ვთქვათ იქ მცხოვრებ ხალხთან, საუბრობთ იტალიური ეზოები იქნება ძირითად შემთხვევაში შეგენი და 100% მოქალაქეების იქ მცხოვრები მოსახლეების თანხმობა ჭირდება და თუ ამ თანხმობას მიიღებენ, მოკლედ მერია ფულს გადაუხდის ამ ხალხს, რომ ისინი სხვაგან წავიდნენ და სხვაგან იყიდონ ეს მინა და იმ ადგილას ასე ვთქვათ ის ადგილი იქნება სახელმწიფოსი, რომელსაც მე უკვე რაღაცნაირად იმ გზებით, რაც მარტო თვითონ იციან ბიზნეს გადასცემენ, რომ იქ რამე ააშენონ. მოკლედ ესეთი სქემაა რა. და ესე გამოდის, რომ ვიღაც გლდანელს ან მაგალითად თბილისში რო არ ცხოვრობს ისეთ ადამიანს, რომ წავართვათ ფული, რომ სოლოლაკში და კრწანიში ვიღაცას ბინის ფული მივცეთ რა და ბატონი გიორგის შეთავაზება ის იყო, რომ იქნებ ბიზნეს მაქნას ეს, იმიტომ რომ ძველი თბილისი ძალიან რეგულირებულია და ამიტომ ბიზნესისთვის არ არის მიმზიდველი, იმიტომ რომ ყოველი მეორე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და შპალერს ვერ გააკრავ ისე, რომ ნებართვა არ იყოს საჭირო კონკრეტული უწყებიდან. და უბრალოდ საუბარი ის იყო, რომ აი ამ ხალხს რო ეს რეგულაციები მოუხსნათ და ბიზნესისთვის მიმზიდველი გახდეს იქ ფულის ჩადება, ხო წარმოგიდგენია იტალიურ ეზოში ცხოვრობს რამოდენიმე ოჯახი და იმის დანგრევა და იმის ადგილას უფრო დიდი შენობის აშენება ალბათ ბევრისთვის მიმზიდველი იქნება. თან ამ ქალაქის ცენტრში ბინის ფასიც მაღალია კვადრატულობით რა და უბრალოდ იქიდან პასუხი იყო, რომ რას ქვია? ანუ სათამბჯენები უნდა აშენდეს ძველ თბილისში? შენ თუ სწორედ მახსოვს ამბობდი, რომ კოეფიციენტები გაუზარდეთო რა, სიმაღლის კოეფიციენტები, რაზეც ისეთი უარი თქვეს თითქოს წინას ხდომაზე არ გაიყიდათ რამოდენიმე. არ გაიყიდათ და ეს კოეფიციენტები 5, 6 და ზოგ შემთხვევაში 10 სართულიც არ იყოს დაბატებული რა. არ არის ახლა მანდ უფრო გასაგები იყოს აი ამ პრობლემის ფუძე თვითონ მთავრობაა სინამდვილეში. აი ეს ადამიანები, რომლებიც აი მაგალითად მან კონკრეტულად ლაპარაკი იყო კიდევ ერთ საკითხზე, როდესაც ადამიანებს რაღაც ჩამოინგრათ სახლით ავარიული მდგომარეობაში მოვიდა და ეს ადამიანებს უქირავეს მინა და გაასახლეს დროებით, სანამ აი რაღაც პროექტს მოიფიქრებდნენ და ჩაანაცვლებდნენ აი ამ შენობებს. და მე რეიქნებათ პრობლემები, ადამიანები არ ეთანხმებიან, რაკერავი ფინანსში ცხოვრობენ და არ ეთანხმებიან აი შეთავაზებებს და ასე შემდეგ და ისინი მე უწყვეტავენ ქირას და რაღაც ძალით ისა ეს საქმე იმაშია, რომ ეს სახლი ხო რაღაც მყისიერად არ გადაიქცა
ავარიულად, ხო? ამას წლების განმავლობაში ეს ხდებოდა, აწლეულების განმავლობაში და ადამიანები არ ზრუნავდნენ ამაზე, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ არსებობს რაღაც პროგრამა. როდესაც მთავრობა მერე მოვა და ეს სახლი თავზე ჩამოენგრევა, მთავრობა მათზე, ესე ვთქვათ, იზრუნებს, რაღაც გაასახლებს, ბინას უქირავებს, მერე ეს ადამიანი ეცდება, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური რაღაც მოგება ნახოს, რაც არ არის ცუდი სინამდვილეში. ამ თავისი ავარიული ქონებიდან და ასე შემდეგ და ამის მოლოდინში ადამიანი უბრალოდ არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს თავის ქონებაზე არც მის ხო ამას ემატება ის რომ მაგზალურიც ესე იგი თქმა მინდა რომ ყველანაირად ყველა დონეზე ეს პრობლემა არის წარმოქმნილი თავრობის მიერ და შემდეგ თავრობა ვითომდა ზრუმის ესე იგი საბაბით ისევ ხალხისთვის წართმეული ფულით არაეფექტიანად ამას აკეთებს. აი ამაშია მთელი პრობლემა და გასაგებია რომ ეხლა ეს არ მოგვარდება ერთ დღეში და ერთი ხელის მოქნევით, მაგრამ თუ ვერ შევთანხმდით პრინციპულად, რას ვაკეთებთ არასწორად აიმდენი აწლეულობის განმავლობაში და ერთი და იგივე ვაკეთეთ სულ. ხო ვერასდროს ვერ გამოვაწოდეთ ამ სიტუაციას და ვერასდროს ვერ მივალთ რაღაც ნორმალურ სიტუაციამდე. ხო და აი ჩემი ყველა იქ კი დასმული კითხვა იქნება ეს თუ მცდელობა რომ რაღაც აზრი დავაფიქსირო არ ემსახურება იმას რომ რაღაცნაირად დავიძრათ აი ამ წერტილიდან უბრალოდ არასწორი მიმართულებით მივდივართ. რაც არ უნდა მიზნებით იყოს შეფუთული, კეთილი მიზნებით, ჟურნალობის მიზნებით მივდივართ არასწორი მიმართულებით და ჩემი ელემენტარული შეთავაზება რომ მოდი შევჩერდეთ ცოტა ხანი, დავფიქრდეთ და მიმართულება შევიცვალოთ. იმ წუთში ვერ გავიქცევით, იმ წუთში ყველაფერს ვერ გადავჭრით, მაგრამ მოდი სწორი მიმართულება ავირჩიოთ, კომპასი გავასწოროთ და რაღაცნაირად ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მართლა ვიფიქროთ პრობლემის გადაწყვეტაზე. და რა ისე რომ აი ესეთ ვიღაცა თავზე ჩამოენგრა სახლი, კონკრეტულად ერთ წერტილში რაღაცა პრობლემა მოვაგვარეთ, სხვის ხარჯზე, ძვირად, არაეფექტურად, არაეფექტიანად და მე ისევ ეს ყველაფერი მეორდება და მეორდება და მეორდება. კი, აი მახსოვს შენმა დღეს შენმა ერთ-ერთმა კოლეგამ თითქოს მიაგნო, მაგრამ მაინც ვერ მიაგნო, იმიტომ რომ მაგალითად მერია უნდა დაეხმაროსო, ბინებინა გამოისყიდოსო, იმიტომ რომ ბიზნესისთვისო არ არისო მიმზიდველი აქ ფულის ჩადებაო, ძველი შენობებიაო, იქ კედელზე სურათი ვერ გამიკრია, ლურსმანი ვერ ჩამირტყია, რაღაც სამინისტროდან ნებართვა რო არ მჭირდა. თვითონ თქვა ეგ. ოღონდ ამის მოხსნა კი არ უნდა და ეს არგუმენტად მოიყვანა, რომ ზუსტად ამიტომ ბიზნესი აქ არ ერევა და შესაძლოა არ ცდილობს რომ გამოისყიდოს, ამიტომ სახელმწიფო უნდა ვქნათ ესო. და იმას კი არ ფიქრობს რომ აი ლურსმანს რო ვერ აჭედებ ისე რომ იქ სადღაც უწყებაში არ გაიქცე, მაგიტომ არ ყიდულობს ბიზნესი იმ სახლებს და მაგიტომ არ შენდება იქ ახალი ობიექტები რა. სამაგიეროდ აგერ მიიღეს დადგენილება რომ 10%-ით გაუზარდეს ხელფასი მერის და საკრებულოს თანამშრომლებს უყველას. კი ბატონო გურა მე მითხრა რომ ესო ბიზნესმენი იმიტომ არ მიდის რომ წაგებაში ხო ვერ წავაო და მეთქე სახელმწიფო მიდის წაგებაში, იმიტომ რომ არ ადარდებს მეთქი ჩემ ფულს ხარჯავს. ხო და არაო ის უბრალოდ მოგების გარეშე რაღაცას ასევს და ბოლო-ბოლო მაინც ბიზნესთან მივა და თუ მაინც ბიზნესთან მივა. ხო გამოდის რომ შენ ვიღაც ბიზნესმენ პრივილეგია მიანიჭი. კი. როგორ ღმერთმა იცის. და კიდე უკვე დღეს თანამდებობებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ეს ცნობილი ელიავას მუშების დადგენილება რო არის, რომ უგრძალავენ ხალხს, ანუ ასე ვთქვათ, სამშენებლო მასალა იქნება თუ მანქანების მეორადი ნაწილებით ვაჭრობა თუ სერვისის გარეთ განხორციელებას. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადგენილება არ შემოსულა საკრებულოში, რომელიც ამ დადგენილების ამოქმედებას კიდე 1 წლით გადაავადებდა. ვინც გვიყურებდა წინაგადაცემებში ეს თემა განხილული გვაქვს, უბრალოდ ანუ ვინაიდან ეს არ შემოვიდა 2026 წლის 1 იანვრიდან ეს დადგენილება ამოქმედდება საკრებულოსი, რომელიც 2020-ში მიიღეს. და მოკლედ ელიავას და არა მარტო ეს ელიავას იმიტომ ვამბობ, რომ ყველაზე ნათელი წერტილია ქალაქში. მოკლედ აიკრძალებათ იქ ისეთ მდგომარეობაში მუშაობა რა. და ეგეც გეგმავენ რომ ქალაქგარეთ გაიტანონ, ან ისეთ შენობებში ანუ დადგენილებაში ისეთ რაღაცები წერია, რომ მაგას მუშა ვერ დააკმაყოფილებს რა. ანუ აი მაგალითად აი რო წავიკითხოთ ადვილად აალება და ფეთქებადი ნივთიერების განთავსება ან და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ
იმ შენობაში, ნაგებობაში, რომელიც აკმაყოფილებს რაღაც მოთხოვნებს, უნდა იყოს თაღოვანი, უნდა იყოს კედლებით მყარი სახურავით დახურული, ისეთ იატაკით გაკეთებული, ასე ვთქვათ, ბეტონის დიდი მასალით, რომ რაღაც ვთქვათ, ნიადაგში არ მოხდეს რაღაც ნარჩენი და პრაქტიკულად ამითი ყველა ადამიანი, ვისაც ხა ელიავაზე კი ნაყოფი ვართ ბევრი, როგორ პირობებში ის ხალხი იქ დგას, ისე ვერ იდგება რა. ან თხოვენ რომ დიდი ინვესტიცია ჩადონ და შენობა აშენონ და შენობაში შევიდნენ, ან ქალაქიდან უნდა გავიდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ჩვენ მოქალაქეებს სერვისს გაგვიძვირებს და ბევრი ადამიანი კიდე სამსახურს დაკარგავს, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ დააკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს რა, რასაც დადგენილება უწესებს. სამწუხაროდ 1 იანვრიდან ამ რეალობაში ვიქნებით რა, ვნახოთ. კი ბატონო, და კითხო რომ დავსა გეტყვიანება შენ რა გინდა ხალხი რომ დაიწყოს და დაიხოცოსო? კი. ეგინება პასუხი. ხო, არა, ეგ ისეთია, ხო. მაგაზე იყო საუბარი, მერი 23-ში კალაძე იყო მოსული და მაგაზე ზუსტად თქვა, რომ ჩვენ დრო მივეცით თუ ამ ხალხსო, რომ რაღაცა ეკნათო და არ გამოიყენეს. შესაბამისად, დამნაშავე ხალხია, რა თქმა უნდა. თითქოს ეს ხალხი ზამთარ-ზაფხულ ქუჩაში კარგი ცხოვრების გამო დგას და ვაჭრობს. ხო. და ბოლოს ის მინდა რაღაცა ის სოციალური პაკეტები მიიღეს, ცოტა სასაცილოც არის რაღაცეები, აი თანხები რო გითხრა, მაგალითად 100 წლის ვინც გახდება წელს, იმას მერია 10000 ლარს მიცემს ერთჯერადად. ანუ რამდენი ადამიანს ეხება? კიდე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ყოველ 18 წლამდელ ბავშვზე 50 ლარს მიცემენ თვეში. ოჯახს ერთ ბავშვზე. და თუ შესაძლებლობის მქონე პირია მრავალშვილიან ოჯახში და სოციალურად დაუცველ ოჯახში, მაშინ მისცემენ წელიწადში 1000 ლარს ერთხელ მაისში და ერთხელ დეკემბერში, 500 ლარს მაისში და 500 ლარს დეკემბერში. მოკლედ, აი ესე, აი ორი სიტყვით რო გითხრათ, აი ესეთი პროგრამები კიდევ გაგრძელდა იქ წელს კიდევ იქნება რა. ეხლა თვეში 50 ლარი სასაცილოა რა, ანუ ესეც რო აიღო რა. ამ ხალხს ცხოვრება არ გაუძვირო ისე რომ ეს დახმარება ნაკლები წაართვი და მისაცემიც აღარ გექნება. მაგ ხალხს, მაგათ ნათესავებს, ახლობლებს, მეგობრებს და ესე თვითონ მიხედავენ თავის თავს. კი, რა თქმა უნდა და ხო, კიდე თბილ სერვისთან მე არ ვიცოდი თურმე რომ ყოველ წელს კონტრაქტს დებენ თავიდან თბილ სერვისთან რა. ეს არის ხალხო, ვინცაც ნაგავი გააქვს, ასე ვთქვათ, მეიზოვეები და ასე შემდეგ რა. დასუფთავების სამსახური გაუხანგრძლივეთ აგე კონტრაქტი და ასე რომ თუ მოთოვს საფრთხეებში ქალაქში ყავს ხალხი ვინც ამას გადაწყვეტს მოკლედ აი ესეთი რაღაცები იყო და ნუ მოკლედ წლის ზოგადად დასკვნითი დღეს იქნება ეს გადაცემა რო გავა საკრებულოს ხდომა იქნება უკვე ასე ვთქვათ ჩატარებული თუმცა ეხლა ანუ ჯერ კიდევ ამ ჩაწერის პერიოდში წინ გვაქვს და ერთი-ორი სიტყვით რო გითხრა, შენი ბოლო სიტყვაობა რა იქნება ამ იმაში, რა ქვია, საკრებულოს ამ წლის სესიაზე. არა, ბოლო სიტყვა რა უნდა იყოს, ახლა მან რაღაც სიმბოლური შეკრება ესე ვთქვათ, რაც დარჩა დაუდასტურებელი და მოსაწონი მერის და აკარგულებისგან ერთდროულად მოიწონებენ დღეს და ეგ იქნება, მაგრამ ну რა ვიცი, მე ვეთყვი კოლეგებს ალბათ, რომ რაც დავინახე ამ ორი თვის დაკვირვებით ასაც მე ვხედავ დაკავებული საკრებულო იმით, რომ უბრალოდ ყოველგვარი აპელაციის გარეშე და ზედმეტ კითხვების დასმის გარეშე იწონებს მერის ინიციატივებს. ალაიქებს რა. ალაიქებს ესე ვთქვათ. სტიან ჯარიმებს, ვიღაცას უგრძელებენ გადაჭარიმის გადახდის ვადებს, რაღაც რეგულაციებს ამკაცრებენ, ვიღაცას რაღაც პრივილეგიას უხსნიან, ვიღაცას პრივილეგიას ანიჭებენ. მოკლედ ესე ვთქვათ, კაცრი ხელით წებსავენ ხალხს. ხო და ჩემი სათქმელი როგორც ყოველთვის ის არისო, არ იმსახურებს ამასაც ქართველი ხალხი. არ ჩვენ, არ წვები, არავინ რომ რაღაც მათრახით გვსდიონ და გვასწავლონ ჩვენ თავზე ზრუნვა და ან ჩვენზე იზრუნვა. მათრახი და თაფლაკვერი ხან ერთს გაძლევენ, ხან მეორეს. მე მგონი ჩვენთვის კარგი ადამიანებს კარგი იქნებოდა უფრო მეტი თავისუფლება მიგვეცა მათთვის, მეტი ფული დაგვეტოვებინა ნაჯიბეში და თვითონ მიეხედათ თავისთავისთვის. მე მგონი ეს შეუძლია ქართველ კაცს. კი, შეუძლია და უბრალოდ დავიწყებული აქვს საბჭოს საკავშირო გამოდიარე და უნდა გაიხსენო. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, რომ მოხვედი გადაცემაში.
შენ მოგილოცავ დამდეგშობა ახალ წელს და ყველას მიულოცავ და ასე ვთქვათ, ჩვენ რეკლამის მერე დავბრუნდებით, სადაც სტუმრად გვეყოლება ჩვენი საკრებულოს წევრები ქუთაისსა და ლანჩხუთში, მათთანაც საინტერესო საუბარი გველის. მადლობა და დროებით. საუკეთესო არჩევანი, როცა რეიტინგული არხები გჭირდება. დაგვიკავშირდი ნომერზე 032 205 12 12. ჩაერთ Excel-ში სრულიად უფასოდ. Digital TV, შენთვის შექმნილი მაუწყებლობა. ვაგრძელებთ გადაცემას და მეორე რუბრიკაში სტუმრად გვყავს ჩვენი საკრებულოს წევრები ქუთაისიდან, თეკლა მებურიშვილი, რომელსაც იცნობთ ჩართვებიდან და ახლა პირველად არის სტუდიაში სტუმრად და მადლობა რომ ჩამოხვედი და მოხვედი. და თორნიკე მითაიშვილი, რომელიც არის ჩვენი საკრებულოს წევრი ლანჩხუთის რაიონში, ის ჩართვითაც არ ყოლი აქამდე სტუმრად და პირველად არის მოკლედ. ვენიერი იყო შენი ფეხი აქ და იმედია რომ სამომავლოდ გინდა ჩართვა იქნება და გინდა სტუდიაში მოსვლა, უფრო ხშირად იქნები ჩვენი სტუმარი. მოკლედ დავიწყოთ მაშინ და პირველ რიგში თბილისის არ იყოს ამ ქალაქებში და თითქმის მთელ საქართველოში ბიუჯეტები ადგილობრივი თვითმმართველობების უკვე მიღებული და დამტკიცებულია და მოდი თავიდან ამ თემის განხილვით დავიწყოთ და დავიწყებ, რავი, აგერ თეკლათი გოგონათი და დავიწყოთ დაამტკიცეთ ხო თქვენ ქუთაისის ბიუჯეტი და აი 1-2 სიტყვით რომ ითხრა თუნდაც აი შენი აზრით იქ რა იყო ისეთი რაზეც შეგიძლო შეკამათებული ყავ შენი აზრით რომ ფლანგავენ ფულს ეგეთი საკითხები და ზოგადად აი გადაწყვეტილება როგორ მიიღება ანუ რამე მსჯელობა იყო თუ რასაც ჩასძახებდნენ იმას ამოსძახებდნენ აი გადაწყვეტილების მიღების პროცესიც მაინტერესებს შენთან მოგესალმები ავთო, მადლობას გიხსნით მოწვევისთვის, მივესალმები გირჩის მაყურებელს და ასევე მოგილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს, გისურვებთ ბედნიერ 2026 წელს. ქუთაისის საკრებულო მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტი არსებული სახით, როგორც შემოვიდა ქალაქ ქუთაისის მერიის მხრიდან მიღებული ყოფილიყო. ამ ბიუჯეტში ბიუჯეტის მოცულობა, სრული მოცულობა პირველადი სახით, რაც შემოვიდა, იყო 124 მილიონ ლარზე ცოტა მეტი, დაახლოებით 125 მილიონ ლარამდე და ამ ბიუჯეტს ემატებოდა შემდეგ დაიმატება სავარაუდოდ მთავრობის მიერ გაცემული 40 მილიონი და დაახლოებით კიდე რაღაცა თანხები, რომლებიც ჩაირიცხება ძირითადი ბიუჯეტიდან და სადღაც 200 მილიონამდე აღწევს სრულად ქუთაისის ბიუჯეტი 2026 წელს. ამ ბიუჯეტში შემოსული ბიუჯეტიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ დაახლოებით ნახევარი 64 მილიონ ლარზე მეტი გაწერილი არის ქალაქ ქუთაისის მერიისა და ზოგადად ამ უწყების თანამშრომლების ანაზღაურების საკითხებში, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან არასწორად არის ეს პრიორიტეტი განაწილებული, იმიტომ რომ ახლა წარმოიდგინეთ ბიუჯეტი, რომელიც უნდა მოხმარდეს ქალაქს, ამ ბიუჯეტის ნახევარი ხმარდება ადამიანებს, ვინც შემდეგ ეს ბიუჯეტის დარჩენილი ნახევარი უნდა განკარგოს. და ცოტა არალოგიკურად მეჩვენება ზოგადად ეს მიდგომა, მაგრამ ნუ ახლა ლოგიკას არც უნდა ვეძებდეთ იქ, სადაც ბიუჯეტი ზოგადად არ არის არც იმის შექმნილი, რომ ამათ გადმოსახედეთ, რომ ადამიანების მეტი ფული ჰქონდეს ქალაქში, არამედ არის იმიტომ, რომ პარტიული თვალსაზრისით ქართულმა ოცნებამ დაიწეროს რაც შეიძლება მეტი ქულა, ასე ვთქვათ, რომ შემდეგი არჩევნებისთვის თქვას, რომ აგერ ჩვენ სახელმწიფოს ფულით, რომელიც სინამდვილეში არის ადამიანების ჯერიდან ამოღებული თანხები, მოახდინონ რაღაცა თანხების განკარგვა ისე, რომ მეტ მომხრეს მისცენ საშუალება კიდევ მივიდეს არჩევნებზე და ხარი დაუჭიროს მათ, ანუ რაღაც მოსყიდვის ერთ-ერთი თვალსაზრისით აქტივს ასაქმებენ, ასე ვთქვათ, ხო? მათ შორის ზოგადად რო გადახედო ბიუჯეტს, ახლა იქ ინფრასტრუქტურაზე თანხები არ მიდის, ძალიან ცოტა თანხა მიდის, სოციალურ
თვალსაზრისითაც თანხები რაღაცა ისე არის განაწილებული, რომ ვთქვათ, მრავალშვილიანს, ვისაც მართლა ჭირდება შეიძლება დახმარება, მათთვის ვერ გამოიძებნა თანხები, რომ დახმარება ყოფილიყო გათვალისწინებული. აი ზოგადი თვალსაზრისით რომ გადახედო ამ ბიუჯეტს, ეხმარება რაღაცა სპორტს, კულტურას, რაღაცა ისეთ სფეროებს, სადაც რეალურად ეს გამოჩნდება ისე, რომ ქართული ოცნება რაღაცა საქმეს აკეთებს თითქოს, მაგრამ სინამდვილეში ამის უკან არ დგას არანაირი მატერიალური დახმარება იმ ადამიანებისთვის, ვისაც მართლა ჭირდება ეს დახმარება. პრობლემა მოსყიდვის საშუალება რა. ხო, გარკვეულწილად რაღაცა ფასადურად ხდება ყველაფერი იმისათვის, რომ იერსახე შეიქმნას თითქოს ქართული ოცნების ხელისუფლება, ძალიან დიდი მანდატით არჩეული მერის და საკრებულოს წევრები, ესე რაღაცა ზრუნავენ ქალაქზე. თუმცა, რა ვიცი, აი როგორც ხედავთ შიგნით, რა პრობლემაც აქვს ქალაქს, ამ პრობლემაზე რეაგირებები არ ხდება და ფუნდამენტური პრობლემებია, ეს არ არის ის პრობლემები, რომელიც შეიძლება ერთ დღეში გადაწყდეს, ხო? ამ პრობლემებს რაღაც სისტემური მიდგომა ჭირდება იგივე გზის საფარის შეკეთება, განათება, ეს საკანალიზაციო სისტემის გამოსწორება, სანიაღვრე სისტემების გამართულობა, რაღაცა გარკვეული ადგილები არის, სადაც იმის გამო, რომ არ არის გამაგრებული მაგათად რიონისპირა ნაპირი სახლები ცვლიდება და ნუ ახლა ამასთან დაკავშირებით კითხვა რომ დავსვი რომ რატო არ არის ბიუჯეტში გაწერილი კიდევ ანუ ამდენი წელი ეს პრობლემა დგას რიონისპირა სახლების გამაგრების საკითხი მითხოს რომ ეს კერძო საკუთრებაა და ჩვენ კერძო საკუთრების რეაბილიტაციის უფლება არა გვაქვს ამიტომ ამასთან დაკავშირებით თავს ვიკავებთ და ახლა როცა უნდა ძალიან ლიბერტარიანული განცხადება საკეთებდა და თქვა რა აი როგორც უნდათ აი როგორ თუ აწყობთ აი ყველაზე პირველი ლიბერტარია რას ქვია სხვის კერძო საკუთრებაში როგორ შევალთ და როცა საჭირო არის ყველაზე კომუნისტები არიან რა. ხო და იმიტომ რომ ნუ იდეა ხა არც აქვს პრეტენზია მასთან დაკავშირებით რომ რომელიმე იდეოლოგიას გაუმაგრებს ზოგს ამ ქართულ ოცნებას ამიტომ აუ ის ძალიან ისეთი ცოტა სახალისო რამდენად არ ვიცი მაგრამ ამბავი იყო აი ადრე აქვს მოყოლილი ასევე ვაუჩერებთან დაკავშირებით მაჟორიტარებს რომ აი ეგ რომ მოყვე რა სქემა არის და ნუ როგორ ხდება იცი რა არის ამასთან დაკავშირებით მე მაგათად მანამდე არ მქონდა ინფორმაცია სიმართლე გითხრა ეხა საკრებულოს რაც გავხდი იქ დაიწყო უკვე რომ რაღაც ახალი წელი მოდის და ვაუჩერის სახელი არის რომ ვაუჩერი და ნუ ვიკითხე ეს ვაუჩერი რა წარმოადგენს რა ვაუჩერია და აღმოჩნდა რომ არის შორებული 100 ლარიანი სასურსათო ვაუჩერი რომელსაც გადასცემს მაჟორიტარი სავარაუდოდ მის კვარტალში ცხოვრების ოლქში არსებულ მაცხოვრებელს რომელსაც სავარაუდოდ უნდა უჭირდეს ხო და ნუ იმის გამო რომ ეხლა ადამიანებს ყოველთვის აქვს ცდუნება იმის როცა უფასოდ ხდება ესე ვთქვათ ჭყალებში უფასოდ ხდება რაღაც დახმარების გაწევა რომ ამ დახმარებაზე უარს ვერ ამბობენ როგორც თვითონ მაჟორიტარებისგან ვიცი თვითონ როგორც მილიონერებს ისე იცნობენ ეს ადამიანებს ითხოვენ ხოლმე ამ 100 ლარიან ვაუჩერს ამიტომ ეს ყოველთვის мотиваციას უქმნის ადამიანებს რომ არასწორად მოითხოვონ რაღაცა უფასოდ ვაუჩერი და ეს განაწილების პრინციპი როგორია მაგალითად აი მაჟორიტარს აძლევენ სიტყვაზე 12 მაჟორიტარი თავისი შეხედულების სამებრ ანაწილებს. პირადად თვითონ წყვეტს ესე. იმიტომ რომ მაჟორიტარს რეალურად აქვს ინფორმაცია, იმიტომ რომ მოსახლეობასთან ყოველკვირეული შეხვედრა აქვს და მან ძალიან ახლოს იცნობს თვითონ მაცხოვრებლის პრობლემებს და ნუ ეს არ არის არალოგიკური რომ თვითონ მაჟორიტარმა გადაწყვეტოს ამაში არ ვხედავ რაღაცა დიდ უსამართლობას და საფრთხეს, მაგრამ ხო ის ნუ ამ ადამიანებს 100 ლარიანი ვაუჩერი მიდრე 100 ლარი მივცეთ და თვითონ განკარგოს. როგორც უნდა სურსათის საჭიროება აქვს თუ უსმანი იყიდოს და მიაჭედოს ხო ეგ არავინ არ იცის მაგრამ ნუ როგორც ხდება ხოლმე ესე და რა თქმა უნდა რომ კონკრეტული მაღაზიები მაგალითად ტენდერში მოიგებს ვიღაცა ხო ეხლა მოიგო რაღაცა და რაღაც იქ მიდიან და იქ იმაშვებიან ხო ხო ესეთი მარკეტი სუპერქსელი არის ასეთი რომელიც წელს ყოფილა გამარჯვებული და მაგრამ იქ არ გამიგია ანუ საერთოდ არ გამიგია ეგეთი მაღაზიების ხო ქუთაისში შემოა თბილისში არც არის და ქუთაისში არის ხო და არ ვიცი მაგრამ ხო ქუთაისში არის ამიტომ რო გითხათ ახლა სიმართლე ძირითადად ჩვენი საქმიანობა არ არის ისე რაღაც გაწერილი საკრებულოში რომ ვინმე კრიტიკული თვალსაზრისით უყურებს მერის საქმიანობას ამ ბიუჯეტითაც თვითონ უკმაყოფილო არიან თვითონ ქართული ოცნების წევრები, იმიტომ რომ რაღაცა ხედავენ რომ ცოტა ბიუჯეტი არის და ამ ბიუჯეტით ვერ შეძლებენ მეტი ადამიანის მოსყიდვას. თუმცა მე ყოველთვის თავაზობდი ამ იდეას, რომ იმისათვის რომ მე აბსოლუტურად მესმის, რომ
ჩვენ სადაც ვართ ახლა გირჩის წევრების შესრულები, ეს არ არის ზოგადად ლიბერტარიანული ადგილი, ანუ საკრებულო არ არის ადგილი, სადაც შეიძლება რომ რაღაცა იდეა გაუშვათ ისე რომ აი ლიბერტარიანული თვალსაზრისით წმინდად გავიდეს ეს ისე რომ მართლები ვიყოთ ზოგადად იდეოლოგიასთან. მაგრამ იმ მოცემულობაში სადაც ჩვენ ვართ ახლა ჩვენ გვინდა რომ საუკეთესო მივიღოთ, ხო? თუმცა და უარშორის ცუდი არ არჩიო რა. სუსტად. მე ვთავაზობ და გირჩის იდეა ქუთაისთან დაკავშირებით არის ის, რომ ქუთაისი გახდეს დედაქალაქი. ადგილი, სადაც თბილისში არსებული ინსტიტუტები და ადმინისტრაციული ერთეულები არის განთავსებული და რაღაცა სამინისტროებზე. მათ შორის სამინისტროები, საელჩოები, უწყებები, რომელიც და მთელი რიგი უწყებები, რომელიც ცენტრალიზებული არ არის და თბილისში არის თავმოყრილი, გადავიდეს ქუთაისში. თავისთავად სტატუსი, დედაქალაქის სტატუსიც პარლამენტის არ არის ჩვენ თანამედროვე მიგმონ, მაგრამ პარლამენტიც გადავიდეს, რაღაცა მთავრობის სახლი გადავიდეს ქუთაისში და რაღაცა ქუთაისმა მიიღოს სტატუსი როგორც დედაქალაქი, რაც ავტომატურად გამოიწვევს ქუთაისში აბსოლუტურ ცვლილებებს, ანუ ეკონომიკურ ცვლილებებს, ბევრი ფული გაჩნდება და შესაბამისად რაღაცა ქუთაისის ფუნქცია შეიძეს ეს ქალაქი. დღეს ახლა ყველა ცდილობს რომ რაღაცა საუნივერსიტეტო ქალაქი გახდეს, მოუძებნონ ამას რაღაცა დანიშნულება, მაგრამ ვერ გახდება საუნივერსიტეტო ქალაქი, მხოლოდ იმის თვალს, იმიტომ რომ ქუთაისში არ არის ის ინფრასტრუქტურა, რაც ახალგაზრდას მიცემს შესაძლებლობას ქუთაისში, თბილისიდან მაგათად ქუთაისში ან ბათუმი და ქუთაისში გადმოვიდეს საცხოვრებლად და რაღაცა იქ გაატაროს მისი ცხოვრების 4 წელი. როგორც ახლა ჯარის თემა მახსენდება, ახლა ჯარში წასვლას ძალით ხო ვერ დააძალებ ვიღაცას რომ ჯარში წავიდეს და რაღაცა უსამართლობის განცდას გვიტოვებს. ასეთი უსამართლობის განცდას დამიტოვებს ის რომ სხვაგან უნივერსიტეტები არ იყოს განთავსებული და ქუთაისში იყოს უნივერსიტეტების დიდი რაოდენობა და იძულებული იყო, იმიტომ რომ გართობა არ გაქვს, ელემენტარული კინოთეატრი არ გაქვს, ნორმალური რაღაცა ღამის კლუბი არ გაქვს და ვერც გექნება არ გაქვს, მეტო ვამბობ რომ ხო მოთხოვნა არ არის და მოთხოვნასთან ერთად ქალაქს არ აქვს ის პირობები, რომ ახლა ვიღაცას ფული არ აქვს იმის რომ ღამის კლუბში წავიდეს და ახლა უფასო ღამის კლუბი არ მგონია რაღაცა ისეთი ავტორიტეტული იყოს, რომ ახალგაზრდას წასვლა მოუნდეს. ამიტომ აუცილებელია რომ ქუთაისს რეალურად მართლა აქვს შანსი, იმიტომ რომ ყოფილა ქუთაისის დედაქალაქი და თან წარმატებით დაიბრუნოს ეს სტატუსი, მხოლოდ იმიტომ რომ გაძლიერდეს ქუთაისი, ადამიანური რესურსი დაბრუნდეს, აი ქუთაისი წლების განმავლობაში ვამარაგებთ თბილისის ადამიანური რესურსით. მათ შორის ინტელექტუალურად ძალიან დიდი წილი ესე ვთქვათ, ქუთაისიდან მოდის, ხო, თბილისში ამას სულ საუბრობენ. ტვინების გადინება. ხო და აი ტვინების არა ადამიანური რესურსის გადინება არის, ახალგაზრდების გადინება არის და უკან ძალიან ცოტა თუ ბრუნდება და თუ ბრუნდება ალბათ ისიც წასვლაზე ფიქრობს მალევე და ყველაზე დიდი პრობლემა ქუთაისს რეალურად ის აქვს, რომ ინიციატივა არ ჩნდება ქალაქში და ვერ გაჩნდება ინიციატივა, სანამ ადამიანები არ არიან. ხო. მესმის კიდე თუნდაც აი რომ ქართულს ეწეროთ დაინტერესო, აი ხარ ვაპირებენ თბილისში სამთავრობო კვარტლის აშენებას წარმოიდგინე ის ფული რომ თბილისსაც ქუთაისში დაიხარჯოს რა, სამუშაო ადგილები, მშენებლობები, რაღაცა ხო აი ქართული ოცნების წევრი რომ პირადად დაინტერესო რომ შეციხეირებს შენს რა. არ ვიცი, ნახოთ, იმედია ქუთაისლები, მართალია ქართული ოცნებიდან არიან, მაგრამ ქუთაისლები ხო არიან. იმედია რომ აიტაცებენ ამ იდეას რა. ქუთაისელი რომ ვიყო, ხო, რაღაცა მე როგორც ვიცი, ეს იდეა ზოგადად რამდენადაც პირადი საუბრები მქონია ბევრს მოწონს, მაგრამ ეხლა ზუსტად იციან რომ თვითონ არ არიან ის ადამიანები, ვინც ამაზე გადაწყვეტილების მიღების რესურსი აქვთ. მოდი, თორნიკე, ხა შენთან გადმოვალ იგივე კითხვით ბიუჯეტზე და ხარჯებზე, როგორ ასე ვთქვათ, როგორ მიიღეთ ბიუჯეტი ესე ერთხმად მიიღო ქართულმა ოცნებამ რამე შენიშვნებით დაუბრუნეს როგორც თბილისში და საერთოდ გადაწყვეტილებები თქვენთან როგორ მიიღება რაიონში და რამე ასე ვთქვათ შენი კითხვა იქნება თუ წინადადება იქნება თუ გაუთვალისწინებიათ ან თუ გამოხმაურებიან რამეს. მადლობა თო გადაცემაში სტუმრობი მოწვევისთვის. მივესალმებ თქვენს მაყურებელს, კეთილი იყოს ჩემი ფეხი და იმედია ხშირად ვიქნები თქვენი სტუმარი. პირველ რიგში ბიუჯეტზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენ გირჩელებმა ყველაზე კარგად ვიცით ის, რომ ბიუჯეტს აქვს დიდწილად მხოლოდ მანკიერი მხარეები. ჩვენს შემთხვევაში ახლა რამდენად შეიძლება იმაზე საუბარი, რომ საუკეთესო ვარიანტია ის, რაც ლანჩხუთში გავაკეთეთ იმ ფულიდან, იმ თანხიდან, რაც ხელისუფლებამ გამოყო ლანჩხუთისთვის. არ ვიცი ეს რამდენად სწორად და
სამართლიანად იქნება გადანაწილებული, რადგან ჩემი დაკვირვებით ბიუჯეტის დიდი ნაწილი იხარჯება იმ ადამიანების შენახვაზე, რომელიც კონკრეტულ დარგებში არიან დასაქმებულები. ისიც კი არ ვიცით, მაგალითად, რატომ შეიძლება იყოს გამოყოფილი კულტურაზე და სპორტზე პირობითად 6 მილიონი ლანჩხუთის შემთხვევაში და რატომ უნდა დაიხარჯოს კულტურაზე და სპორტზე 6 მილიონი მხოლოდ ასე ვთქვათ, სტაფის შენახვაში. ხო, ეგ მაინტერესებდა ეს 6 მილიონი, თქვა, თეატრს აშენებენ თუ ხელფასაძლებენ? ზუსტად იგივე შეკითხვა გამიჩნდა, როცა მომხსენებელი მოვიდა ჩვენთან კომისიაზე, უბრალოდ ადამიანურად მაინტერესებდა, რაში უნდა დახარჯულიყო ეს ნახები. თუ მაგალითად ვიცით ან რომ და ინფორმაცია მაქვს, რომ რამდენიმე კულტურის სახლი ლანჩხუთის რაიონში, მათ შორის სუბსისტემში ექვემდებარება რემონტს, შეიძლება სარეაბილიტაციო კი ბატონო და მაინტერესებდა რომ ალბათ ამ თანხების გადანაწილება მოხდებოდა სხვადასხვა კულტურის სახლებზე, ან იქ ბავშვთა წრეებია, იმ ბავშვებს გათბობა ჭირდებათ, ინვენტარი ჭირდებათ, რაღაც სავარაუდოდ მიმაჩნდა რომ ამაზე უნდა დახარჯულიყო. თან როცა კომისიებზე დავდიოდი, მეხმიანებოდა მე ეს ადამიანები, ამ ბავშვების მშობლები გარკვეულ წრეებზე, სადაც ატარებენ ბავშვებს, ცეკვა იქნება, ეს მუსიკა იქნება თუ სხვა. და მეუბნებოდნენ რომ გვაქვს პრობლემები, არ გვაქვს ფარდები მაგალითად კულტურის სახლში, არ გვაქვს მაგალითად გათბობა, არ გვაქვს საპირფარეშო, სადაც რაც აუცილებელი საჭიროებისაა მოგეხსენებათ ბავშვების შემთხვევაში მით უმეტეს, ხო? როგორი ახლა ბავშვმა თავი უნდა შეიკავოს საპირფარეშოში გასვლისგან, თუნდაც იქ 1 საათი გაატაროს ან 2 საათი გაატაროს. და როცა ვიკითხე რომ კონკრეტულად თუ არის რაიმე გეგმა, სადაც გადანაწილდებოდა მაგალითად შეიძლება ყველაფერი ერთად ვერ გაკეთდეს, მაგრამ ნაწილობრივ რომ გავყვეთ რომ 2026 წელს გაკეთდება საპირფარეშოები, 27 წელს მაგალითად გვექნება ფარდები. არანაირი მსგავსი გეგმა არ არსებობს. და მე ეს კითხვა იქიდან გამომდინარე გამიჩნდა რომ როცა ბიუჯეტი თავის დროზე ჩვენთან შემოიტანეს, საწყისი თანხებით ინფრასტრუქტურის ხარჯებზე მეტი გააჩნდა მაგალითად კულტურას და სპორტს. და დავინტერესდი აქედან რომ 9 მილიონით ვიწყებთ ბიუჯეტს ინფრასტრუქტურის შემთხვევაში, რაც რა თქმა უნდა საწყისი თანხაა და მაგის შემდეგ ჩვენ გრანტები დაგვემატება, მაგრამ 6 მილიონით როცა ვიწყებთ, შეიძლება იქ თანხები არ დაემატოს, მაგრამ მაინც საფუძვლიან ეჭვს მიჩენდა რომ რაღაც რიგზე ვერ არის. აუ, ბოდიში, ინფრასტრუქტურაში შენ გულისხმობთ გზები, ხიდები, სიტყვაზე წყალმომარაგება და ასე შემდეგ. ანუ ესე იგი, სიტყვაზე ინფრასტრუქტურაზე თავიდან საწყისფროში იყო 9 მილიონი გამოყოფილი, როდესაც წყალებში, კულტურაში და სპორტზე, რომელიც დიდწილად ხელფასებია, როგორც შენ ამბობ, 6 მილიონიდან იწყებოდა, ხო? 6 მილიონიდან იწყებოდა. ო, ძალიან 10 მაგის ხვაობა მეტი უფრო. 20 მაგის. თუმცა საქმე რაშია? სრულ ვერსიაში ეხლა უკვე დარიცხული გრანტები, რასაც ველოდებით ჩვენ დაირიცხება, გაცილებით მეტი იქნება ვიდრე 9 მილიონი და შეიძლება ძალიან მეტიც იყოს. ანუ ხო, მაგრამ პრიორიტეტებს აქ ხო ის არის, ანუ ეს ხალხი თავიდან ის დაწერა ხო პრიორიტეტებში სხვა თუ უყურებდა, რომ მოდი ახლა ამ ხელფასები მივცეთ, ეგაა ჩვენს მნიშვნელოვანი, რომ მოსალოდნელი გრანტებიდან გამომდინარე კეთდება ესე. მე ეს კითხვაც დავსვი შეგნებულად, მაინტერესებდა რომ არ მინდოდა ვინმესთვის ცელი დამეწამებია და მე თქვა ის რომ 20 ჯერ მეტია სადღაც და აქ 20 ჯერ ნაკლები. და არ მინდოდა ამ დისკუსიაში შევსულიყავი და უბრალოდ ინტერესიდან გამომდინარე ეგეც დავაკონკრეტე და მითხრეს რომ ვინაიდან ჩვენ ზუსტად ვიცით რომ მოლოდინში ვართ გრანტების ინფრასტრუქტურული პროექტების როგორიცაა გზების დაგება სოფლებში თუ ქალაქში როგორიცაა ხიდების რეაბილიტაცია და ასე შემდეგ ხო ჩვენ ველოდებით როგორიცაა ასევე წყალმომარაგების გამართვა და აღდგენა ჩვენ ველოდებით ამასთან დაკავშირებით გრანტებს და ეს გრანტები მართლაც მოვა უბრალოდ ის ხარე რომ თუნდაც ის 6 მილიონი გამოყოფილი 6 მილიონი ამ 6 მილიონის 80-90% რომ ხელფასებში ხარჯება აი უბრალოდ გასაგებია უკვე არ თქვა ჩვენ უბრალოდ წარმოიდგინე დასაქმებული ამდენი მაგას ვსაუბრობთ შიდა ჯგუფში ხუმრობითაც კი ვამბობთ რომ ფეხზე დასადგომი ადგილიც არ არის იქ სადაც ეს ხალხია დასაქმებული პრობლემა რა არის ბიუჯეტი ხალხზე მორგებული მაშინ იქნება თუ აირჩევს თუ არჩევნები იქნება სავარაუდოდ იმ დაპირებებზე, იმ პროექტებზე გათვლილი, რაც მართლა ხალხს აწუხებს. სინამდვილეში ხალხს სხვა პრობლემები აქვს საერთოდ. სინამდვილეში მაგალითად ჩემს უბანში, ჩემს გვერდით უბანში გზების პრობლემებია, სინამდვილეში წყალმომარაგების პრობლემებია, განათების პრობლემებია. პრიორიტეტული რა თქმა უნდა ეს არის პირველ რიგში. რა თქმა უნდა სოციალური ხარჯებიც, რა თქმა უნდა ღარიბების მიმართ დახმარება, მაგრამ რამდენად სწორად ნაწილდება ეს თანხები, ამას სიღრმისეულად ვერავინ ვერ იტყვის.
ვერ ჩაიხედავს ასე სიღრმისეულად. საერთო ჯამში წინა ბიუჯეტი დასრულდა 57 მილიონით, თუ ზუსტი ციფრი მახსოვს. დასრულება ნიშნავს იმას, რომ ამოიწურა მთლიანი წლის მანძილზე. თავისი გრანტებით და რა თქმა უნდა. ოღონდ აქ დიდი ნაწილი თანხის აქ ჩვენ 60 მილიონს როცა ვამბობთ, დიდი ნაწილი თანხების მოდის იმაზე, რომ თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ 2025 წელს დითოვლობის შედეგად, სტიქიური უბედურებების შედეგად, იქ გზების გამაგრებები საჭირო გახდა, იქ ოჯახების დახმარება, ვინაიდან საცხოვრებელი სახლები დაენგრა ხალხს. გამომდინარე აქედან ეს თანხები ამ ხალხს დაურიგდება დიდწილად, დაურიგდა კიდეც პირველ ეტაპზე. მეორე ეტაპიც გავლილია, ეხლა მესამე ეტაპი დარჩა მხოლოდ სრულად ვისაც გაუნადგურდა იმ ადამიანების მიმართ ანაზღაურება. თუმცა აქაც იყო გარკვეული საკითხები, სადაც ყველა ვერ მოხვდა ამ პროგრამაში, ასე ვთქვათ. ზოგმა თავის დროზე ინიციატივა თავად არ გამოიჩინა, რომ ფიქრობდა, რომ თავისით მოაკითხავდნენ და გაუკეთებდნენ. ჩემთან იყო ეგეთ შემთხვევები, როცა დამიკავშირდნენ, უბრალოდ ეხა ერთი წელი როა გასული, რთულია შენ დაამტკიცო, თოვლმა ჩაგინგრია სახლი თუ სხვა რაიმე მოვლენა. დამატებით, როცა ბიუჯეტის განხილვა იყო, მე დავსვი საკითხი, ანუ იქ წამოიჭრა ესეთი თემა, რომ დასუფთავების მიმართ. დასუფთავების ნაწილში ლანჩხუთის მერიას სურს, რომ დასუფთავება მიაბას სხვა გადასახადებს და გარკვეული თანხა დაუწესოს ადამიანებს გადასახდებად. კონკრეტულად თითო ოჯახზე მაქსიმუმ 2 ლარი და ერთ სულზე 50 თეთრის ოდენობით, რაც მინიმალური თანხაა ალბათ დასუფთავების ნაწილში, თუმცა ერთი პრობლემა იკვეთება. სრულად დღევანდელი სიტუაციით დაახლოებით 2.800.000 ლარამდე იხარჯება დასუფთავებაზე. პირველი კითხვა მე რაც გამაჩნდა ის იყო, რომ რატომ არ ყოფნის ეს თანხა, ეს 2.800.000 ამ შემთხვევაში დასუფთავებას, რა არის ხელისშემცვლელი ფაქტორი, ანუ რა გვჭირდება და ამ ფულად რას ვერ ვაკეთებთ, ეგ ერთი და მეორე დამატებით რას ვაპირებთ რომ გავაკეთოთ, რადგან გვითხოვთ ამ გადასახადის დაწესებას. თან არ გონია რომ ამ გადასახადმა რაიმე ტიპის რაღაც სერიოზული თანხა შეადგინოს, იქიდან გამომდინარე რომ ლანჩხუთის რაიონში სულ 28,000 ადამიანი ცხოვრობს. 28,000-დან 2,000-მდე სოციალურად დაუცველია. გარკვეული ბავშვები არიან, მოხუცები არიან და ანუ ვერ ხვდები ვის თხოვთ თანხას. ანუ საერთოდ ვისგან უნდა მოვიღოთ ეს თანხა. მე კითხვაც დავსვი ამასთან დაკავშირებით, რომ შეეხება მაგალითად ამ თუ ამ გადასახადს შემოვიღებდით, სოციალურად დაუცველები გადაიხდიდნენ თუ არ გადაიხდიდნენ ამ გადასახადს. ვინ იყო ამ გადასახადის გადამხდელი კონკრეტულად, ვის ვთხოვდით ამ გადასახადის გადახდას და უფრო მეტად ის მაინტერესებდა, რომ როცა ჩემი სოფლის მაგალითზე მაგალითად, როცა ვიკითხეთ, რომ ურნები რატომ არ არის ყველაობაში განაწილებული და რატომ არ ხდება მომსახურება სრულად, იმიტომ რომ იხარჯება დიდი თანხები ჩვენასაც უყურებთ. გვიპასუხეს, რომ სადაც გზები არ არის, იქ ჩვენ მანქანით ვერ შევალ და ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ დასუფთავების მანქანაზე გარედან ხდებიან ადამიანები. ხო და ეხლა ცუდგზის პირობებში შეიძლება ის გადმოვარდეს რაიმე დაუზიანდეს მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს რაღაც საფრთხე შეექმნას და ჩვენ იმ ადამიანს ხიფათში ვერ ჩავაგდებთ, ხო? მაგრამ მეორე ამბავია, გზები რატომ არ არის? ხო. ეგეც ხო საკითხავია, თუ ჩვენ ერთი პრობლემა მეორეს რო ჯაჭვისებური ისე აქვს, ესე იგი და ჩვენ თუ ვაპირებთ, რომ ამ ადამიანებს გადასახადი დაუწესოთ, ამ ადამიანებს მაშინ გზებიც უნდა გაუკეთოთ. ურნებიც უნდა დაუდგათ და ამის შემდეგ დაუწესოთ უკვე. სხვა ტიპის გადასახადი. თუ საერთოდ გადასახადი უნდა დაუწესოთ, თუ ის საკმარისი არ არის. კითხვა ის არის, თუ ვერ ახერხებ რომ მოიმსახურო, ფულს რატო თხოვ? ფულს რატო თხოვ? კი ბატონო და უნდა ვთქვა ხელისუფლების ასე ვთქვათ, საპირწონედ რომ ნამდვილად ჩემი წინადადება გაითვალისწინეს, ეს ის გამონაკლისი შემთხვევა იყო. კომისიის თავმჯდომარე მოხსენებას უთხრა, რომ თუ მაგალითად ადამიანებს ჩვენ ვერც ურნებს ვთავაზობთ და ვერც ნაგვის გატანას მისი უშუალოდ საცხოვრებელი წერტილიდან, მაშინ ჩვენ მას გადასახადს არ უნდა ვაკისრებდეთ. ეს ჩემი კომისიის შემთხვევაში, მაგალითად ქონების მართვის კომისიის შემთხვევაში ძალიან ლოგიკურად გავიარეთ და აქ არაფერი წინააღმდეგობრივი არ იყო. თუ ახო ანუ სხვანაირად რატო უნდა იყოს, მე ვერ ხვდები უბრალოდ. კი, თუმცა წინადადება თავიდან ყველას ეხებოდა ესე გაჟღერდა. შემდეგი ნაწილი იყო ამ რომ გავცდეთ ამას ერთი დასუფთავების გადასახადის შემოღებას. შემდეგი ნაწილი იყო მერის ინიციატივით, მე როგორც მოვისმინე ყოველ შემთხვევაში მერის მხრიდან გაჟღერდა ეს წინადადება, ესე იგი უპატრონოდ მიტოვებული შენობა ნაგებობების პრივატიზების საქმე, რასაც მე ცხადია მხარს უჭერ. და მომწონს კიდეც, რომ როცა
რაღაცას ვერ პატრონობს სახელმწიფო, ის არ უნდა იყოს სახელმწიფო ბალანსზე და უბრალოდ არ უნდა ნადგურდებოდეს და არ უნდა ცდებოდეს. თუმცა მეორე საკითხია, რა ფორმით გავა ეს პრივატიზებაზე? ნუ ნებისმიერ შემთხვევაში ეს მისასალმებელი ფაქტია და მე ამას მხარს დაუჭერ და დაუჭირე კიდეც მხარი კომისიაზე. ასევე მინდა აღვნიშნო პრივატიზების ნაწილში, რომ ჩვენ ლანჩხუთის გურიაზე ვხარჯავდით, შპს ლანჩხუთის გურიაზე ვხარჯავდით წელიწადში დაახლოებით 200.000 ლარს. ვინც არის ის საფეხბურთო კლუბია? კი, ლანჩხუთის გურია საფეხბურთო კლუბია, რომელიც ახლა ესპარეზოს შემდეგ დაწინაურდა და ერთი ლიგით ზემოთ აიწია. თუმცა საქმე რაშია, მე პრივატიზების იდეას ლანჩხუთის გურიას მხარს უჭერ, მომწონს. უბრალოდ საპრივატიზაციო წერილში, დოკუმენტში წერია ის, რომ იქ გარკვეული ვალდებულებები ხო, ინვესტორს გარკვეული ვალდებულებები აქვს, უნდა დააბანდოს გარკვეული თანხა, რაც სალსახად მისასალმებელია ვალდებულების გარეშეც, რომ ეს გაეკეთებინა ვინმეს და პასუხისმგებლობა აიღო გუნდის შენახვაზე, საერთოდ მისასალმებელი იქნებოდა. ასევე მისასალმებელი იქნებოდა იმ ტერიტორიების, რაც ლანჩხუთის მხოლოდ სახელი, ბრენდი გავყიდოთ, ერთი ნაწილია და მეორეა, რომ ინვესტორს დავახვედროთ შესაბამისი ინფრასტრუქტურაც, რომ ან ხელი შეუწყოთ, რომ ეს ინფრასტრუქტურა მის საკუთრებაში გადავიდეს. მის საკუთრებაში გადავიდეს, ან იჯარით მივცეთ მაინც, რომ ისარგებლოს. აქ რა ხდება, ინფრასტრუქტურას არ აძლევენ, ინფრასტრუქტურას არ აძლევენ, მხოლოდ მარტო ბრენდი მიცეს. კი ბატონო, მარტო ბრენდი მიცეს, ვალდებულებები მიცეს, რომ მაგალითად გურიის შემთხვევაში იყო 600.000-მდე თუ არ ვცდები ვალი, რომელიც უნდა გაისტუმროს, თუ სწორად მახსოვს 600.000-მდე იყო, ეს ვალი უნდა გაისტუმრებინა ინვესტორს და შემდეგ გარკვეული თანხა 4 წლის მანძილზე უნდა დაებანდებინა გუნდში. ძალიან კარგია, ინვესტორი ამას ისედაც გააკეთებს, მაგრამ ერთი უარყოფით მხარე დავინახე აქ, რომ ეს ჩანს ისე, რომ იქ მომუშავე პერსონალი, მაგალითად თქვენ რო იყოთ ინვესტორი და თქვენ დაგხვდეს გუნდში ვალები, რაღაცა ტიპის 30.000-მდე შემოსავლები და 600.000-ის ვალი. გასასტუმრებელი ვალი, შემოსავალი და პერსონალი, რომელიც თქვენ მიიჩნევთ, რომ იქ საჭირო არ არის. თქვენ შეიძლება მიიჩნევთ, რომ იქ არ უნდა მუშაობდეს ეს ადამიანი, ან სხვა მოვიყვანოთ, კი ბატონო, ზუსტად მაგის თქმა მინდა. იქ შტატების შეცვლის უფლება ინვესტორს უნდა ჰქონდეს. არა, აქვს. ხელშეკრულებაში როგორც გავიგე ხელშეკრულების შინაარსი, როგორც გამოვიტანე, იქ მომუშავე პერსონალი უნდა შეინარჩუნოს, ასე ვთქვათ. ან სოციალური დახმარებაც უნდა თროაქციონ რა. ეს არის ცალსახად, როცა ესეთი წინაპირობა აქვს ინვესტორს, ეს ცალსახად იმ პაკეტში დარჩენა, უბრალოდ ერთი უპირატესობა ის აქვს ამ პრივატიზებას ლანჩხუთის გურიის შემთხვევაში, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უშუალოდ არ დაფინანსდება, რაც ცალსახად მისასალმებელია. ჩვენი ფული მაინც აღარ წავამატებთ რა. კი ბატონო. და ერთი საკითხი პრივატიზების ნაწილში კიდევ, რაც ჩემთვის გასაოცრად მერმა აღნიშნა, რომ ჩვენ ყავს ასევე ლანჩხუთში გუნდი, რომელიც არის ქალთა ფეხბურთის გუნდი, რომელსაც წარმატებას უსურვებ და სხვათა შორის საქართველოს მასშტაბით კი არა, მსოფლიო მასშტაბითაც მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე იმყოფებოდნენ და გარკვეული შედეგებიც აქვთ წინსვლის. მე მინდა მათ წარმატება უსურვო, უბრალოდ ამ შემთხვევაში ლანჩხუთის გურიას და ლანჩხუთის ქალთა კლუბს 200.000 აქვს დაფინანსება, რაც მინიმუმ დაახლოებით 5-ჯერ მეტი ჭირდება, რომ ერთი წლის მანძილზე გუნდი შეინახო. და ეს მერმაც აღნიშნა, სრული გამოთქვა, რომ იქნებ მოახერხოთ, რომ ინვესტორი გამოიძებნოს, იქნებ მოახერხოთ, რომ გადავცეთ საკუთრებაში კლუბი, იქნებ მოახერხოთ ამის გაკეთება და ჩემთვის გასაოცრად ჩვენი ქალაქის მერი ამ ნაწილში ლიბერტარიანელი აღმოჩნდა და თქვა, რომ არანაირი კავშირი არ აქვს საკრებულოს, არანაირი კავშირი არ აქვს მერიას საფეხბურთო კლუბის მართვასთან, რაც სალსახად მისასალმებელია და აია, ხო, ეგეთი იშვიათად როგორც წესი გარკვეულწილად უპირატესობაში ვართ სხვა ქალაქებთან შედარებით, უფრო ლიბერტარიანული მიდგომებით გამოირჩევა ჩემი ქალაქის მერი. თუ როგორც იტყვიან რა, ვნახოთ 2026-ში როგორ გაგრძელდება, იმედია ამ იმას არ შეცვლის. მაშინ აი ბოლოსკენაც რო აი თეკლასგან დავიწყებ, რო აი ის პირველი შენი 2 თვე ამ საკრებულოში, რომ აი 2 სიტყვით შეაჯამო, აი რა გეგო, სად გეგონა რომ მიდიოდი და რა დაგვხდა, აი 2 სიტყვით რო გითხრა და ნუ გაამართლა შენი მოლოდინები თუ არა რა, აი მაინტერესებს ასე როგორ შეაფასებდი ამ 2 თვეს შენ დაკვირვებაზე საკრებულოს მუშაობის რა.
ესე რომ შევაჯამო, რა ვიცი, ძალიან ცოტა დრო არის იმართლა გითხრა 2 თვე იმისათვის, რომ სრულად გაიგო ყველაფერი, რაც შეგნით ხდება, როგორი იერარქიული სისტემა აქვს მოწყობილი, ერთი შეხედვით ძალიან მკაცრი იერარქიული სისტემა არის, რასაც ველოდი და ესე დამხვდა, ახლა რაღაცა პოზიტიური მოლოდინები რო გითხრა, რომ რაღაცა პოზიტიური მოლოდინი მქონდა, რომ იქ ხალხი რაღაცა სჯელობს იმასთან დაკავშირებით, როგორი გაუმარტივდეს ადამიანს, რიგით ქუთაისას ცხოვრება, ეს რა თქმა უნდა, რასაც ველოდი, ისე დამხვდა. უფრო მეტად ვაკვირდები იმ ტენდენციას, რომ მაინც ფიქრობენ, როგორ შევზღუდოთ ადამიანების თავისუფლება იმგვარად, რომ სახელმწიფოს მეტი დარჩეს და ქუთაისის ბიუჯეტს მეტი დარჩეს იმისათვის, რომ ქუთაისის საკრებულოს და მერის სახელით გააკეთდეს მეტი ინიციატივა, თუმცა ისე განიკარგოს თანხები, როგორც ეს, თქვათ, ეკრემ შეკრებილ ადამიანებს ერთ კონკრეტულ გუნდს წარმოუდგენია, რომ იყოს ქუთაისი და არა ისე, როგორც, თქვათ, ქუთაისის პერსპექტივაში შესაძლებელია რომ დავინახოთ, არანაირი სამოქმედო გეგმა როგორი უნდა იყოს ეს ქალაქი 4 წლის განმავლობაში, 4 წლის შემდგომ იქნება ეს თუ 1 წლის დასრულების შემდგომ ეს არ არსებობს. უბრალოდ ვართ ყოველდღიური ცხოვრებაში ჩართული, მივყვებით გეგმას, დინებას ზუსტად, რაც ზოგადად მთელს ქალაქში, მთელ საქართველოში არის და არაფერი განსაკუთრებული ცვლილებები ახლა ქუთაისში არ არის და რა ვიცი, ეს ძალიან არაპოლიტიკური სიტუაციაც კი არის, იმიტომ რომ იქ რაღაც ოპოზიციის მხრიდან სულ 3 ადამიანი ვართ წარმოდგენილი, ერთი მე გახლავართ, ერთი ქალბატონი ელეონორა, რომელიც გახარიას პარტიიდან არის და ლელოდან ადამიანი, რომელმაც დატოვა ესეთი ლელოს რიგები და დამოუკიდებლად აგრძელებს იქ, ანუ სულ 3 ადამიანი ოპოზიციიდან და იქით ამ ხანეს 22 მანდატის მქონე საკრებულოს წევრი არის და ჩვენი გათვალისწინებაც რა თქმა უნდა არ ხდება იმის გამო რომ ჩვენც რაღაცა ხვდებით რომ იქით ამ ხანეს იმხელა ესა ჯებირია ჩვენ შორის აღმართული რომ დიდად ვერაფერ ცვლილებას ვერ გამოვწევთ ეს რაღაცა გიჟებივით არ გამოდივართ და არ ყვირივართ და რაღაცა ყველა ინიციატივას ვერ უწევთ სათანადო ოპონირებას თუმცა იმათვისაც გასაგები არის რა ვითარებაში უწევთ ზოგადად მუშაობა და ამ დღის წესრიგზე არიან მორგებულები. არც ისინი აკეთებენ რაღაცა, მაგრამ მაინც ისეთ განცხადებებს, რომ რაღაცა შენ გეტკინოს და წამოვიდნენ რაღაცა წინააღმდეგობაში, ხო შეურაცხყოფაზე არ გადადიან და რაღაცა ჩვენს ესე უბრალოდ ვაკვირდებით მოვლენებს, იმიტომ რომ ამ წუთას მეტი საშუალება ოპოზიციას, მე ხა ოპოზიციის სახელით რო ვილაპარაკო, არ აქვს. ხო, რომ ამბავი გამოიტანო, გითხრა იქ რა ხდება, როგორ ხდება და ხო, იცი როგორ არის, აი კითხვასაც რო სხვა რაღაც იდეები გააჩნდება. აი სადღაც სამსახურში რო შეხვიდე რომელიმე, თქვათ, მერის ასე კონკრეტულად ერთ სამსახურში შეხვიდე კარები გააღო და უბრალოდ კითხვა დასვა, უცებ ხედავ რომ ძალიან იძაბებიან, ვერ ხვდებიან შენ ამით რისი თქვა გინდა, ეს კარგი არ გიპასუხობენ თუ არ არის კარგი რო გიპასუხონ, ბოლომდე გითხრან სიმართლე თუ არ გითხრან ბოლომდე სიმართლე, მოკლედ ეს ჩვეულებრივი დაძაბულობა არსებობს, მაგრამ ზოგადი სიტუაცია შევერ დავთავრებ. ხო, რა თქმა უნდა, კი. ეგ ისეთი ამბავია რა. რაღაცა განსაკუთრებული მოლოდინები არ მქონდა ახლა საკრებულო დიდ მნიშვნელოვან ცვლილებებს მოწინააღმდეგე არ გვეძლევს იმის საშუალებას რომ ესე მიფიქრა, ამიტომ რასაც ვფიქრობდი, ზოგადად ის რომ ვიღაცები უკვე შეთანხმებულები არიან, რაზე უნდა აწიონ ხელი, რაზე არ აწიონ ხელი, რა საკითხი იქნება მანამდე, რასაც შეაფერხებენ თქვა ჩვენამდე არ მოვა, რა იქნება ისეთი, რასაც ხოლმე შეფუთავენ და ისე მოგაწვდიან. მოკლედ, ბევრი ისეთი რაღაცა, რაც დაკვირვებას საჭიროებს და 2 თვე ამდენად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რაღაცა შეაჯამოს სრულად და თქვა რა დადებითი ან უარყოფითი მხარეები არის იქ მუშაობის. 3 წელი და 8 თვე, 3 წელი და 10 თვე გექნება დამატებით კიდე ამის გასარკვევად და შენც ბოლო კითხვას დაგისვევ ამას, აი ეს 2 თვე რო 2 სიტყვით შემიჯამო შენი საკრებულოში მუშაობის და საერთოდ რა მოლოდინი ქონდა და რა დაგხვდა. სიმართლე გითხრათ, მე პოზიტიური მოლოდინი მაქვს გამომდინარე იქიდან რომ თქვენ მოგეხსენებათ სისხლიანი 9 წლის შემოქმედები საკრებულოში არ იმყოფებიან. გამომდინარე აქედან მე მაქვს პოზიტიური მოლოდინი იმის რომ ქართული ოცნება, მათ შორის ჩემთან ერთად, სხვა ოპოზიციურ დეპუტატებთან ერთად შეძლებს იმას, რომ მაქსიმალურად ლანჩხუთის მოსახლეობის მოთხოვნები გაითვალისწინოს, უზრუნველყოს, რისი ფარგლების და რისი უფლებამოსილებას ჩვენ გვაქვს. და ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო ამისი, რომ მე ერთ-ერთ კომისიაზე ვიკითხე, რომ კონკრეტულად გზების
სხვადასხვა სოფლებში გზების დაგების, გარკვეული პროექტების მოწონების საკითხი შემოვიდა. მოწონება არ გულისხმობს იმას, რომ უშუალოდ დამტკიცდება და გაკეთდება, უბრალოდ გულისხმობს იმას, რომ პირველ ეტაპზე კომისიებში და საკრებულოში ძალიანად საკრებულოს ყველა წევრი უმრავლესობა მოიწონებს თუ არა იმ პროექტს, რომელიც დაგეგმილია. მე ერთი მარტივი შეკითხვა დავსვი ამასთან დაკავშირებით, ანუ სამუშაო პროცესი რო აგიხსნათ დაახლოებით, ერთი მარტივი შეკითხვა დავსვი, რომ როცა ჩვენ პროექტებს ვადგენთ, ვინც აკეთებს ამას? მოსახლეობის ჩართულობა რამდენად იყო დავინტერესდი? ანუ უშუალოდ საკრებულოს წევრი, ხო, აი ხალხს თუ ვეკითხებით ჩვენ, რა როგორ უნდა გაკეთდეს? მაგალითად, ჩემს უბანში სანიაღვრე სისტემა სად როგორ უნდა გაიჭრას და როგორ უნდა გაკეთდეს, ადგილობრივი მოსახლეობა უფრო კარგად იცის, ვიდრე ლანჩხუთში მჯდომმა, თბილისში მჯდომმა ნებისმიერმა სპეციალისტმა. უნდა ჩამოვიდეს, ადგილზე უნდა იკითხოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაცებს, რა თქმა უნდა, შეეკითხებიან უბრალოდ რამდენად მასშტაბურია ეს კითხვა, რამდენად ყველას აყენებენ საქმის კურსში, ეგ მაინტერესებდა და თუ იყო საერთოდ გათვალისწინებული ეგეთი საკითხები, რომ თუ ვეკითხებით ჩვენ მოსახლეობას, მე როგორც მითხრეს, რომ ჩვენ ვეკითხებით მოსახლეობას, თუმცა მაგალითად ეხლა ჩემს უბანში კეთდება გზა, დიდი მადლობელი ვარ ამის, დაგეგმილი პროექტია. მაგრამ შენ ცა ვკითხიეთ. ვულოცავ ჩემს მეზობლებს, ჩემს თანასოფლელებს ამას და დარწმუნებული ვარ, მე სხვა უბნებზეც ვიბრძოლებთ და გავაკეთებთ იმას, რომ მინიმუმ სანიაღვრე სისტემა და გზის საფარი ნაწილი გასწორდეს და ამის პრობლემა მოსახლეობას არ ქონდეს. თუმცა მე პირადად ამაში ჩართული არ ყოფილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აქტიური ადამიანი ვარ ცხოვრებაში და დაინტერესებული ვარ ირგვლივ მომხდარი ამბებით. ეხლა საქმე რაშია? ჩემი კითხვა რაში მდგომარეობდა? მაგალითად, ჩვენ 1,116,000, 1,120,000-მდე ვხარჯავთ ერთი ქუჩის სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი გვაქვს ერთი პროექტისთვის. ძალიან კარგია და ძალიან მომწონს. უბრალოდ ქუჩებს აი წარმოიდგინეთ, რომ ორი ქუჩა გადის, ქუჩებს აქვს დამაკავშირებელი პატარა ქუჩები, ჩიხები, რომლითაც ერთმანეთს უკავშირდებიან, ამ პროექტში არ მოიაზრება. არც ერთი ქუჩის გაკეთების დროს, არც მეორე ქუჩის გაკეთების დროს. ეს ქუჩები როდის უნდა გაკეთდეს? ცალკე პროექტი იქნება მაგაზე. გასაგებად ცალკე პროექტი იქნება, ანუ ცალკე ფულის გაკეთების ფული გამოიყოფა, ცალკე უბრალოდ ცალკე. მე ეს კითხვა იმიტომ დავსვი, რომ და იმიტომ მაინტერესებდა, რომ ჯერ ერთი იქ ვცხოვრობ და მე მეორეც მოსახლეობა ყოველთვის მეუბნება და აყენებს ამ პრეტენზიას, რომ ჩვენ რა დავაშავეთ? დაშავებაში არაფერი არა, უბრალოდ გასაგები არის ისთვისაც აკეთებენ, მაგრამ ეხლა რა ხდება? ჩვენ თუ ვაკეთებთ სანიაღვრე სისტემას ცენტრალურ ქუჩაზე, რას ვაკეთებთ? ანუ შუა დამაკავშირებელი ქუჩებზე სანიაღვრე სისტემა არ უნდა მოგვარდეს? არ უნდა იქიდან წყალი არ უნდა გამოტარდეს? მაგალითად, ჩვენი ქუჩის შემთხვევაში ისია სანიაღვრე გაკეთებული, თუ შიდა ქუჩებში არ გაკეთდება, იმას რომ სიგრძის სანიაღვრე გავაკეთოთ, შინაარსი ეკარგება. ხო, არა, მე უბრალოდ წარმოუდგენელი რომ ვინც ამ პროექტს ადგენს, უბრალოდ ეს რო გაითვალისწინოს, ეს განხილვა ჯერ არ დასრულებულა, მოწონებითი ნაწილში მე რა თქმა უნდა მოვიწონე და მე მოვიწონე ასევე ყველა სოფელში გასაკეთებელი პროექტები, რაც შემოტანილი იყო და რა თქმა უნდა ყოველთვის მხარს დავუჭერ ნებისმიერ პროექტს, სოფელს მნიშვნელობა არ აქვს და თუნდაც ქალაქში იყოს. უბრალოდ ჩემი კითხვები მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება ყოველთვის, ჩემი კითხვები იქნება და ჩემი სურვილი იქნება, რომ მაქსიმალურად მეც ვიყო ამ პროცესში ჩართული და წარმოვადგინო, თუ მაგალითად ხო არსებობს ეგეთი შემთხვევა, რომ იქნებ თქვენ რომ ვინც ხელისუფლებაში არიან, ვერ დაადგინა ზუსტად რა ინტერესი ჰქონდათ იქ მოსახლეობას და მე უკვე შემიძლია იქ დადგენა. კი ბატონო, მე დავეხმარები ამის დადგენაში, ხელს შევუწყობ პირიქით, უბრალოდ მე მოხარული ვიქნები თუ გათვალისწინებული იქნება მინიმუმ სანიაღვრე სისტემის ნაწილი. შეიძლება გზა ვერ გავაკეთოთ, მაგრამ სანიაღვრე აუცილებელია ჩვენი სოფლისთვის. 100% გეთანხმები, ვნახოთ 2026 წელი, მოკლედ მაგაზე პასუხს გავგცემს. ხალხო, ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით, მოხვედით ჩემთან, ძალიან დიდი მადლობა. წელს მაყურებელს დავამშვიდობებით და მომავალ წელს შევხვდებით ერთმანეთს, აი ამ ხალხით და კიდე სხვა ხალხით, ვინც გვერდს მიმშვენებს და ილოცავთ ახალ წელს დამდეგს შენს და მაყურებელსაც რა თქმა უნდა წინა წელზე უკეთესი ყოფილიყოს მინიმუმ ეს წელი და იმის იქით რაღაცას ვიზავთ. მადლობა დიდ. მადლობა და დროებით.